ბატონო, ტრადიციულად ჩვენ ისევ რუსთაველის გამზირზე ვართ, პროტესტის 56 დღეა დღეს და ისევ მოქალაქეები შეიკრიბნენ ცენტრალურ გამზირზე. მთავარი და უცვლელი მოთხოვნით და სათქმელით, რომ ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება და ვიდრე რეჟიმის ყველა ტყვე არ გათავისუფლდება, არავინ აპირებს, რომ შეაჩეროს ეს პროტესტი. რუსთაველის გამზირზე არის ხალხის სიმრავლე, თუმცა დღეს განსხვავებული მოცემულობა, საპატრულო პოლიციის ძალიან დიდი მობილიზება ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩვენს მოპირდაპირე მხარესაც მუზეუმთანაც ძალიან ბევრი ხალხი დგას და გაჩვენებთ შემდეგ კადრებში, თუმცა პოლიცია ეუბნება, რომ იქნება დაკავება და დაჯარიმება, თუ კი ისინი მაინც გადაკეტავენ გზას. პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვისაუბრებთ აქ შეკრებილ მოქალაქეებთან, პოლიტიკოსებთან, მათ შორის ბიძინა გუჯაბიძე იმყოფება და მივალ მასთან. მოგესალმებით. აი ხა მცირე ინციდენტებია დრო და დრო, იმიტომ რომ პოლიცია იმის მიუხედავად, რომ ხალხის სიმრავლე მაინც არ აძლევს შესაძლებლობას, რომ საავტომობილო გზის ნაწილზე გადავიდეს. 56 დღე არის უკვე მოქალაქეები დგანან აქ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამე გაიგო ქართული ოცნების რეჟიმმა? გავი როგორ ვერ გაიგებდა. ეს ხო არ მივიდოდა. მივიდოდათ მაგათამდე მისულია უკვე 56 დღე და ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება. ახალი არჩევნები თავისუფლება ჩვენს პატიმრებს. ეხლა მე მგონი ეს იმის გამო მოხდა, რომ დღეს აიღეს ნაძვის ხერა და ხალხი არ ელოდა, რომ ამდენი ადგილი გათავისუფლებოდა. და აი უკვე როგორც ხედავთ, გადაიკეტა 9 საათი და 16 წუთია და ყველაფერი რიგზია. და ყველაფერი რიგზე იქნება ნამდვილად. აქ უნდა ვიდგეთ რა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ აქაური მაცხოვრებლები ახლო აქ ვინც არის, ადვილად გამოვლენ 9 საათი გაჩერდნენ და მერე ჩვენ გავამაგრებთ ადგილს. აი რა სიტყვით იმ რეპრესიებზე, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ. უკვე ჟურნალისტები საპატიმროებში ყოველდღიურად ათობით პროცესი სასამართლოებში. აი ამ რეპრესიებით რას ცდილობს რეჟიმი და თუ გამოსდის? რა ცდილობს რომ დაგვაშინოს. ასეთი რამე საბჭოთა კავშირის დროიდან არ მახსოვს და ეს რაღაც აგონიაში არიან თითქოს და კუთხეში მიმწყდეული რაღაც დათვებივით თუ ტურებივით არიან და მაგიტო იქცევიან მას და ჩემი რჩევა იქნება ძალიან მეგობრული მართლა ესეთი გულით ადირჩევა რომ რაღაცა დაფიქრდნენ რა და რაღაც უკანდასახევი გზა დაიტოვონ და ჩვენ ხო ერთად უნდა ვიცხოვროთ, ყველა ხო არ გადაიხვეწება აქედან არა, ჩვენ არასაწასვლას არ ვაპირებ და თვითონ თუ გაქცევას აპირებენ საერთოდ უნდა იგე წავიდნენ, მაგრამ ჯობია რომ ყველა მე ერთად ვიცხოვროთ ამ ლამაზ ქვეყანაში და მოვუაროთ ამ ქვეყანას. დიდი მადლობა. ბიძინა გუჯაბიძეს უსმენდით მთამსვლელს. ხედავთ უკვე ვაჩვენეთ კადრებში, რომ მოქალაქეები, რომლებიც შეკრებილები იყვნენ აქ რუსთაველის გამზირზე, ტროტუარზე, მათ უკვე პოლიციის წინააღმდეგობის და მცდელობის მიუხედავად გადაინაცვლეს საავტომობილო გზაზე, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი, აქ ისმის ისე უცვლელი შეძახილები არა რუსულ რეჟიმს და იცის ყველა უკვე ამ ქვეყანაში და ამ ქვეყნის გარეთაც, რომ მოქალაქეები ითხოვენ დაუყოვნებლივ რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას და ითხოვენ ახალ არჩევნებს. გიორგი ბუტიკაშვილი ასევე რუსთაველის გამზირზე. მოგესალმებით გიორგი. დღეს გარკვეული მცდელობა იყო იმის, რომ მოქალაქეებს არ მიცემოდათ შესაძლებლობა გადაეკეტათ რუსთაველის გამზირი იმის მიუხედავად, რომ ხალხის სიმრავლე აქ იყო. აი ამ რეპრესიებით ალბათ ცდილობს რეჟიმი, რომ დააშინოს ხალხი და მათ თავი შეიკავონ თუნდაც გზის გადაკეტვისგან. როგორ ფიქრობთ, აი ეს მცდელობა დაშინების შიშის დათესვის თუ გამოსდის ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს? ცხადი არ გამოსდის ივანიშვილის რეჟიმს დააშინოს ხალხი, იმიტომ რომ 56 დღე არის დღეს, აქციები უწყვეტად მიმდინარეობს, არავინ არ აპირებს გაჩერებას, ხედავთ გაბრაზებულ ადამიანებს ყოველდღიურად, გაბრაზებული ძალიან ლეგიტიმურად, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს 53 სისხლის პატიმარი ამ ქვეყანაში უკანონო დაკავებული, იმიტომ რომ ადამიანები, რომელსაც თავის ქვეყანა უყვარდათ, ისინი დაიჭირეს და ჩასვეს ციხეში. გვყავს უამრავი ადმინისტრაციული ჯარიმით პროტესტის მონაწილეები, რომლებიც ჯარიმებს იხდიან და მიუხედავად ამისა, მაინც ქუჩაშიგან არავინ არ უშინდება ივანიშვილის რეჟიმს, იმიტომ რომ ჩვენი ერთადერთი მომავალი არის
ევროპული მომავალი და ჩვენ ამისთვის გავართ აქვს ვითხოვთ ახალ არჩევნებს და პატიმრების გათავისუფლებას. ჩვენმა სწორედ აი ამ უწყვეტმა პროტესტმა მოიტანა ის რომ ივანიშვილის რეჟიმი ეძებს რაღაცნაირად დაალაგოს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობები, რაც არ გამოსდის, არ გამოუვიდა ის პროპაგანდისტული მესიჯი, რაც 20 იანვრის ირგვლივ ჰქონდა აგორებული, ტრამპის ახალი ადმინისტრაცია ცალსახად აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის მოძალადე რეჟიმი, არ აღიარებენ ისინი არჩევნებს, არ მოიწვიეს ინაუგურაციაზე, იყო მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი როგორც ლეგიტიმური პრეზიდენტი და სანქციები, რომელსაც ისინი აწესებენ, ხო, ეს სანქციები არ არის, არ უწესებენ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიულად მართავენ ქვეყნებს, ხო? სანქციებს უწესებენ ირანს, ჩინეთს, რუსეთს და აზერბაიჯანს, ანუ ისეთ ქვეყნებს, რომლებიც ღიად ავტორიტარული სახელმწიფოები არიან. და ამ სანქციებს სწორედ მაგას გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ივანიშვილმა ქვეყანა შეიყვანა სრულ ავტორიტარიზმში და ეს რაშიც დღეს ვცხოვრობთ, არის ავტორიტარული სახელმწიფო და იმის ფონზე, რომ ეს პროტესტი მაინც მიმდინარეობს, ეს არის გმირობის ტოლფასი. ეს უნდა დავიმახსოვროთ და ყველას გვახსოვდეს, რომ თითოეული ადამიანი, ვინც ქუჩაში დგას, არის გმირი თავისი ქვეყნის და იბრძვის თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის. და მნიშვნელოვანი ფაქტორი ასევე ბრიტანეთის სანქციები, რომელიც მალე წამოეწევა ივანიშვილს, ამერიკულ სანქციებს ყოველთვის მოყვება ხოლმე ბრიტანული სანქციები და ეს ასაც ხდება გუშინ მძიმე სანქციებია, ვიდრე ეს იყო უკვე დაწესებული სანქცია. 15 კომპანია არის ივანიშვილის, რომელიც მოექცევა ამ სანქციებში. ეს სანქციები გულისხმობს არა მარტო ივანიშვილის კომპანიებს, არამედ ბიზნესებს, რომლებიც ამ სისტემას და ამ რეჟიმს აძლიერებენ და ამყარებენ. ამიტომ დასავლეთი დგას ჩვენს გვერდით, ჩვენ ქუჩაში პროტესტი უნდა გაგრძელდეს აუცილებლად, იმიტომ რომ ამით განსხვავდებით ჩვენ ბელარუსიისგან, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ხედავენ, რომ ჩვენ ვიბრძვით და ამის შედეგია ის, რომ სანქციები გრძელდება და არ ტოვებენ რუსეთთან მარტო. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი არის და ოპოზიციის ერთობა, რომელსაც მე მგონია, რომ ხალხი ხედავს ამ მიმართულებით, ოპოზიციამ რომ არ მისცა საშუალება ქართულ ოცნებას, რომ ლეგიტიმაცია მიენიჭებია პარლამენტისთვის, ანუ არავინ არ შევედით, ყველამ უარი განვაცხადეთ ჩვენს მანდატებზე და ბრძოლას ერთიანად როგორც ვაგრძელებთ სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ. ეს არის მთავარი ხაზი და ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ამ სწორ გზაზე უნდა გავყვეთ ბოლომდე, სანამ ახალი არჩევნები არ დაინიშნება. დიდი მადლობა. გიორგი ბუტიკაშვილი, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მე გაჩვენებთ რუსთაველის გამზირს, ცენტრალური გზა, სადაც საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. აქ შეკრებილები არიან მოქალაქეები. დღეს არის პროტესტის 56 დღე და ვისმენდით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში, ვიდრე ის მთავარი ორი მოთხოვნა არ შესრულდება, რომელიც ახალი არჩევნების დანიშვნას და რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებას გულისხმობს, იქნება პროტესტი, იქნება იქამდე, ვიდრე ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება არ დაიხევს უკან და შიდა თუ გარე ზეწოლით, ეს აუცილებლად მოუწევს არალეგიტიმურ ხელისუფლებას. ასეთი არის ვითარება ახლა რუსთაველის გამზირზე. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პროტესტის 56 დღეა დღეს უცვლელი მოთხოვნებით, რომ გათავისუფლდა რეჟიმის ტყვეები და ახალი არჩევნები დაინიშნოს.